სალამი ყველას, მოკლედ დაგიბრუნდით მოვიდი ეფუტბოლის ვიდეოთი და დღეს ვერ გამოიცნობთ, ჩვენ რა დავაგდეთ. ეხლა ვერ განახით. მოკლედ აგერ 4 გახსნაში დავაგდეთ ფორლანი. აი არ მოვლოდებოდი საერთოდ და თან პლუს მაგრამ მჭირდებოდა ეს კარდი ჩემს გუნდში და მოკლედ დღეს გავტესტავთ ფორმას მეგობრებო და გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ ვიდეო, ჩაურთეთ ძალის ღილაკი, რომ კიდევ ბევრი ვიდეო ნახოთ ჩემს არხზე, რაც მომავალში დაიდება. ეხლა პატარა ჭრა იქნება და დაგიბრუნდეთ. და მეგობრებო, ოპონენტი ნახეთ, მოდი ნახოთ ისი გუნდი, ესე გამოიყურება ჩვენი ოპონენტის გუნდი. საკმაოდ ნორმალური გუნდია ჩემი აზრით, აი ეს ოპე არის ძალიან კარგი. რა ვიცი, ნახოთ მოკლედ როგორი იქნება ჩვენი ფორმა. დავიწყეთ. ეკი არა რა კარგად შემოგვიტი. დაგვიტანა გოლი, აბა ფიგუ. ჩაუგდოთ ფორლანს და ვერ გაიტანა, მაგრამ ძალიან კარგი მცდელობები ქონდა, ორი სეივი გავიკეთა მისმა მეკარემ ზედიზედ. მაგრამ სამაგიეროდ გაიტანა მიტომა. ფორლანი მიტომას კედელი, ფორლანი გარბის. ნახეთ, კიდე არ უმართლებს ფორლანს, კიდე არ უმართლებს. აბა ფორლანი. აუ რა პასი გააკეთა. და ღმერთო, პენალტი მოიპოვა. რომ გადახტება და აიღებს თუ არა. ნახოთ. ვერა იყო დონარუმამ. ინიესტა. ფორლანზე ჩაწოდება, ფორლანი. არა, ვერ აჭობა კანავარს. მოდი ფიგუთი ჩავაგდოთ, აქ არის ფორლანი. არა, ცოტა დააკლდა. ნორმალური პირველი ტაიმი გვეთამაშა, ნახოთ აბა მეორე ტაიმი როგორი იქნება. კარგი იყო ფორლანი კიდევ ერთხელ კი. ინიესტა. ანდრესი ფორლანი. გოლ. და რა შემოყვანა იყო, ბრავო. ავაგეთ ფორლანმა, ნორმალურად თამაშდა, მოდი მეორე თამაშიც ვითამაშოთ, რომ ცოტა უკეთესად გავწესოთ ფორლანი. დავიწყეთ მეგობრებო, მეორე თამაში და ეგრევე, ნახეთ, რა შეტევაზე წამოვიდა. პაპე. დაგვიტანა. რა სეივი შემოგთავაზა დონარუმამ ახლა? გაიტანა ფორლანმა როგორც იქნა. თამაშგა. ნამდვილად მიჩვევა უნდა ამ ქარts ახლა. მაგიტო არის რომ რაღაცას ვერ ვაკეთებ, ისე აგერ დარტყმა არ მქონია კარის მიმართულებით. მეორე ტაიმში უეჭველი, მაგრად უნდა ვითამაშოთ ახლა მეორე ტაიმი. მაგრად უნდა ვითამაშოთ, აი ფორლანმა 1-2 გოლი მაინც თუ გაიტანა, მსიო, აი. მე მაწყობს ეგ უკვე. ინიესტა, ფორლანი. გოლ, ბრავო. რა კარგი გოლი გაიტანა ამჯერად. ცუდად დამთავრდა. მეგობრებო, მოკლედ სულ ეს იყო. რომ გითხრათ, რომ აი ძალიან სასწაული იყო და ხოვანდი მეთქი მოგატყუეთ, იმიტომ რომ კი ძალიან მიყვარს ზოგადად ეს ფეხბურთელიც, ეს თვითონ ფორლანის კარდებიც ფუტბოლში, მაგრამ დამუღამება უნდა და შეიძლება იმის ბრალიც იყოს, რომ სულ 2 დღე დავაგდე, მეტი არა, გუშინ დავაგდე, თუ საღამო. და მოკლედ ნორმალური იყო, მე პირადად, რავი, ამ ქარს 7 დაუწერ, ან 7.5-ს, იმიტომ რომ ფინიშინგი მართლაც საოცარი აქვს და რაც შეეძლო გააკეთა. დალში ჩემი ბრალიც იყო იქ, რომ უკეთესად ვერ ვითამაშე, რომ ფორლანისთვის შესაბამისი მომენტები შემექმნა რა. სულ ეს იყო, იმედი მაქვს. მოგეწონათ ეს ვიდეო, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩაუთ ძალის ღილაკი, რადგან
ამ ვიდეოს შემდეგ დიდი ალბათობით სტანდოფის ვიდეო მოვა და დიდი ალბათობით მაგის მერე კიდევ ერთი პესის ვიდეო მოვა. მადლობა ყურადღებისთვის და ნახვამდის.